Interesant ისტორია. ზოგიერთი ისტორია იმდენად დაუჯერებლად ჟღერს, რომ ფილმშიც კი რომ მოისმინო, იფიქრებ, რომ სცენარისტებმა პერიბორი გააკეთეს. მაგრამ რეალობა საკმაოდ უცნაური რამეა. ზოგჯერ სიმართლე ბევრჯერ ფანტაზიაზე აბსურდულია. დღეს მოისმენ 7 ნამდვილ ისტორიას, რომლებიც რეალურად მოხდა, გადარჩენის, საიდუმლოების, იღბლესა და ადამიანური გამძლეობის ისტორიებს. ისტორიებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებს და სამხაროს დანახვის გზას შეგიცვლის. ეს არ არის ლეგენდები, მითები ან გადამეტებები. ეს რეალური მოვლენებია, გადატანილი რეალური ადამიანების მიერ და თითეული მათგანი უფრო დაუჯერებელია, ვიდრე წინა. ისტორია ნომერი 1. ქალი, რომელმაც 2 ატომური ბომბი გადაიტანა. ყველა მიცის ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიები, მაგრამ ცოტა მიცის ცუტომო იამაგუჩის შესახებ. იაპონელი, რომელმაც 2-ვე ბომბდამშენობა გადაიტანა. მაგრამ კიდევ უფრო შოკირებულია იაპონელი ქალის იოკო მიაკოშის ისტორია, რომელიც ასევე 2-ვე ქალაქში იმყოფებოდა აფეთქებების დროს. ჰიროსიმაში საქმეზე იყო ჩასული, როდესაც პირველი ბომბი აფეთქდა და გონება დაუკარგა. მას დაუღეწრავად დამწვარბობებით და დაზიანებებით გამოაღწია ქალაქიდან და ნაგასაკიში დაბრუნდა. ფიქრობდა, რომ ყველაზე საშნელი უკვე წარსულში დატოვა. მაგრამ 3 დღით პოზже მეორე ბომბი ჩამოვარდა და ის ისევ გადაურჩა. სოფლიოში თითქმის არავინ იცნობს მის სახელს, მაგრამ მისი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი მაგალითია ადამიანული გადარჩენის ისტორიაში. ისტორია ნომერი 2. 17 წლის გოგო, რომელიც ციდან ჩამოვარდა და გადარჩა. 1970-იან წელს ჯულიანე კოპკე ამაზონის ტყეების თავზე მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავს მეხი დაეცა და ჰაერში შუაზე გაგლიჯა. ჯულიანი 10,000 ფეხის სიმაღლიდან ჩამოვარდა, მხოლოდ სავარძენს მიბმული და პირდაპირ ჯუნგლებში დაეშვა. სასწავლობრივად მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა, მაგრამ კოშმარი აქ არ დასრულდა. მან ამაზონში მარტო გაატარა 11 დღე, პირანებით, შვიანი მწერებით და მტაცებლებით გარშემორტყმულმა. მან პატარა ნაკადი იპოვა და მისი კიდვით მივიდა პატარა ქოხამდე, სადაც მერქნის მუშებმა გადაარჩინეს. დღეს ის ბიოლოგია და ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, ვინც ასეთი სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადარჩა ვარდნას. ისტორია ნომერი 3. კაცი, რომელსაც 12 წელი საკუთარი ვინაობა არ ახსოვდა. 2005 წელს ლონდონის ქუჩებში იპოვეს ტკიბილშვიში გაჟღენთილი კაცი, რომელმაც ვერაფრის თქმა ან გახსენება შეძლო. მას პიანინო კაცს უწოდებდნენ, მაგრამ ერთადერთი რაზეც რეაგირებდა პიანინო იყო. ის დაჯდებოდა და საოცარი უნარით უკრავდა კლასიკურ მუსიკას, მაგრამ ნეტავ ერთი სიტყვა არ უთქვამს. ექიმებმა, პოლიციელებმა და ფსიქოლოგებმა მისი იდენტობის დადგენას სცადეს, მაგრამ ვერავინ მიხვდა ვინ იყო. რამდენიმე თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხმა არ ამოუღია, სანამ ერთ დღეს ულოცნელად არ ალაპარაკოს. გაერკვა, რომ გერმანელი კაცი იყო, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური კრიზისი გადაუტანია. მას არ ახსოვდა ბრიტანეთში გატარებული თვეები და არც ის როგორ აღმოჩნდა იქ. მის ისტორიაში ბევრი რამ დღემდე საიდუმლოდ რჩება. ისტორია ნომერი 4. მეხანძრე, რომელიც 47 სართულიდან გადავარდა და გადარჩა. 2007 წელს ნიუ-იორკელი მეხანძრე ტრთების დროს შენობაში იმყოფებოდა, როდესაც შენობის იატაკი მოულოდნელად ჩაინგრა. ის 47 სართული დაეშვა, გადაუვარდა მეტალის ბოტებს, ბეტონს და კონსტრუქციას და სარდაფში დაეცა. ყველა ვინც ეს მომწევდა დარწმუნებული იყო, რომ ის გარდაიცვალა. მაგრამ ჯეფის სასწავლობრივად გადარჩა, მრავალმოტეხვითებით და შინაგანი დაზიანებებით. ექიმები ამბობდნენ, რომ ასეთი გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ჯეფი სრულად გამოჯამრთელდა და სამსახურში დაუბრუნდა. მისი ისტორია თანამედროვე გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე განსაცდობი შემთხვევად ითვლება. ისტორია ნომერი 5. ქალი, რომელიც გამოფხვიძებაზე სრულიად სხვა აქცენტით ლაპარაკობდა. ეს შეიძლება კომედიური ფილმად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად მოხდა. 2006 წელს ლინდა ვალკერმა ინსულტი მიიღო. როცა გონც მოვიდა, სრულიად სხვა აქცენტით საპარაკობდა, აქცენტი, რომელიც არასოდეს ჰქონია, არასოდეს უსწავლია და არ აკონტროლებდა. მეგობრებს ინიშალის დეგონად ხუდრობდა, მაგრამ ეს სიმართლე იყო. მას განვითარდა უცხო აქცენტის სინდრომი. იშვიათი ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც სიტყვის წარმოებას იმდენად ცვლის, რომ უცხო აქცენტს ხავის. ლინდა საერთაშორისო კვლევების თემაც გახდა, რომ მისი შემთხვევა ამტკიცებდა, რომ twins ზოგჯერ შეუძლია სრულიად მოულოდნელი ცვლილებების მოხდენა. ისტორია ნომერი 6. კაცი, რომელიც 27 წელი მარტო ცხოვრობდა კუნძულზე. 1984 წელს კორეელი კაცი, მასაფუმი ნაგასაკი, გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა ცივილიზაცია და სრულიად მარტო ეცხოვრა იაპონიის გაუჩანერულ კუნძულზე. ის იქ ცხოვრობდა 27 წელი ელექტროენერგიის, ტელეფონის, ადამიანთან კონტაქტის და ნებისმიერი კომფორტის გარეშე. იკვებებოდა მარტივი საკვებით, წვიმის წყალით და ბუნებით. როდესაც იაპონელი ხელისუფლებას ბოლომდე გამოიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობა ხავის საოცრად კარგი. გამოჯანმრთელებისთანავე კი სთხოვა, რომ ისევ კუნძულზე დაიაბრუნებინათ. ამბობს, რომ მშვიდობა, რომელიც იქ იპოვა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი რამე, რასაც საზოგადოებას თავაზობს.
მას იაპონიის შიშვად მონაზონს უწოდებენ და მისი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მაგალითია ნებაპოლვიური იზოლაციის. ისტორია ნომერი 7. გოგო, რომელიც გარდაცვლილად იყო გამოცხადებული, მაგრამ დაკრძალვაზე გაიღვიძა. 2014 წელს ფილიპინებში 3 წლის გოგო მძიმე ციხის შეღეთ გარდაცვლილად იყო გამოცხადებული. ოჯახმა დაკრძალვისთვის მოამზადა ჩაასვენეს პატარა ყოფოში და გამოფენა მოაწყო. მაგრამ, როდესაც ოჯახის წევრებმა ბოლომდე კიდევ ერთხელ უნდა შესწორებინათ ბავშვის სხეული, შეამჩნიეს, რომ ხელი ოდნავ შეირხა. პირველად იფიქრეს, რომ მოეჩვენათ, მაგრამ შემდეგ გოგომ თვალები გაახილა და სუნთქვა დაიწყო. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის შეცდომით გამოცხადებული იყო გარდაცვლილად. ისტორია მთელ მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა, რადგან ის შემთხვევლებულად ჟღერდა, მაგრამ რეალური იყო. დღეს გოგო ცოცხალია, ჯანმრთელია, ადამიანი, რომელიც პირდაპირ გაიღვიძა სიცხვიდან. ეს 7 ისტორია გვიჩვენებს, რომ სამყარო ბევრად უფრო უცნაური და საოცალია, ვიდრე სკოლაში გვასწავლიან ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისმენთ. ისინი გვახსენებს, რომ შეუძლებელიც კი ხდება ხოლმე და რომ სიმართლე ზოგჯერ ბევრად სციდება ჩვენს წარმოდგენებს. ასეთ ისტორიებმა გვიჩვენა ადამიანის ძლიერება, გონების საიდუმლოები და ბედი, რომელიც ყველაზე უცნაურ გზებს გვიდგას. იქნება ეს წარმოუდგენელი გადარჩენა, ისტორიული სიგზიჟე თუ სამეცნიერო ახსნა განმარტებას მიღმა არსებული მოვლენა. ეს რეალური შემთხვევები ამტკიცებს, რომ რეალობა ნამდვილად უფრო უცნაურია, ვიდრე ფანტასტიკა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაწეროთ კომენტარი, რას ფიქრობთ თქვენ?